მოგესალმებით, დადგა სამშაბათი საღამოს 9:09 მე გახლავართ გიორგი დარასელია. მინდა მოვიკითხო აუცილებლად უცხოეთში მყოფი ქართველი, მინდა ყველა ის სასულიერო პირი მოვიკითხო, ვინც ჩვენგან გადაცემაში სტუმრობს ხოლმე და დიდი მადლობა მოვახსენო ამისათვის. მინდა მოვიკითხო ჯარისკაცები და ის პატიმრები, რომლებსაც უჭირთ და ის ადამიანები საერთოდ ის გასაჭირშია და გაჭირვებაშია დღეს და რაღაცა ჩაკეტილია თავისთვის და გონია რომ არავინ არ ეხმარება, არავინ არ ყავს გარშემო, ყველა იმ ადამიანს მინდა რომ აი ჩემი გვერდში თანადგომა გამოხატო თქვენს მიმართ და დიდი სიყვარული და პატივისცემა და გამაგრდით და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად აუცილებლად რა. ხოლო დღევანდელი ჩვენი თემა იქნება ყველა ადამიანს ყავს გარდაცვლილი, რომელზეც სიტყვაზე აქ ის ლოცულობს, ან ნანობს იმას, რომ მასთან ერთად არ არის და მოდით ჩვენ გავირკვიოთ თუ რატომ ხდება ხოლმე ჩვენს გარშემო ეს ყველაფერი და რატომ არის ადამიანის თავზე ამხელა ტვირთი ხოლმე, იმიტომ რომ ამ ქვეყნად ხო იცი წუთისოფელია და არავინ არ ვიქნებით, მაგრამ აი ზოგს პირადად მოსდის ხოლმე ესეთ შემთხვევები, ზოგს მეუღლე გარდაეცვლება, ზოგს რაღაც ძალიან ახლო ადამიანი დააძმა და ასე შემდეგ და როგორ უნდა გადავიტანოთ ეს გაჭირვება ჩვენ ამის თავაზე ვკითხოთ მოძღვარს, რომელიც აი ჩემთვის არის ძალიან საპატივცემლო და მამაო დაგვლოცე თუ შეიძლება მამა მაქსიმე. დიდი მადლობა მამა მაქსიმე გახლავ ჩვენი სტუმარი და მამაოს რჩევები ძალიან გამოგადგება და აუცილებლად უყურეთ ამ გადაცემას. მამაო აი რა უნდა ქნან იმ ადამიანებმა, ვინც არიან დღეს ჭირისუფლები და ზოგი სასუწარკვეთას არის მიცემული ამის და გამო და ზოგს ენატრება უბრალოდ თავის ის ახლობელი ადამიანი, ვინც დაკარგა და თუ შეიძლება რომ ჩაითვალოს დაკარგულად სიტყვაზე, ვინც გარდაეცვლება ადამიანს და რა სიტუაციაში არის ის ადამიანი ამ წამს. საკმაოდ რთული თემაა. და არაერთგვაროვნად ალბათ გებულოს ყველა ადამიანი და შეიძლება ჩვენი მსმენელმაც ყველამ ვერ გაიგოს პირდაპირ ესე ვთქვათ ის აზრი, რაც გვინდა გადავცეთ მას, მაგრამ უნდა ვთქვა თავიდანვე რომ მე თვითონ ვარ ესეთი ოჯახიდან, რომელსაც არაერთი ძალიან ახალგაზრდა და მოიწვიან საკმაოდ გულსატკენი ადამიანი გაუცილებია ამ ქვეყნიდან და ჩემი ბავშვობამ გაიარა აი ესეთ ოჯახში და კარგად მესმის ამ ადამიანებს, ვინც ასეთი ტკივილი გადაიტანეს, ვინც ობლობა ან დაუშვათ უსაყვარლესი ადამიანების მოულოდნელი სიკვდილი გაიგეს და ასე შემდეგ. უნდა ითქვას, რომ პირველ რიგში ის, რომ თვითონ სიკვდილი არის საიდუმლო. ღმერთის ხელში ეს არავინ არ იცის. სიკვდილის დრო, ჟამი, მოტივი მისი, რატომ კვდება ადამიანი, რატომ მიყავს რომელიმე ასაკში ღმერთი, ეს არის აბსოლუტურად დაფარული ჩვენსგან. ამის შეიძლება ესე ვთქვათ ძალიან სულიერ ადამიანს ზოგიერთ კონკრეტულ შემთხვევაში აეხილოს თვალი ამის შესახებ, ან შეიძლება დრო მერე აჩვენოს გარკვეული წლები რო გავა, აი მიხვდეს ადამიანი და ესე ვთქვათ პასუხი მიიღოს ამაზე. მაგრამ იმ შემთხვევაში მით უმეტეს, როდესაც ესეთი ტკივილი და გაჭირვება ძალიან ჯერ კიდევ ახალია და როცა მძაფრია გზნობები, ტკივილი, მწუხარება, უნუგეშობა, ამ დროს მით უმეტეს ძალიან ძნელია ადამიანს. საერთოდ ამ თემაზე საუბარიც კი ძნელია მასთან. იმიტომ რომ აი წმინდა მამები გვასწავლიან ასეთ რამეს, რომ ბრძნად მეტყველებას და ქადაგებას ჭირისუფალთან აზრი არ აქვს. უფრო ჯობია მასთან ერთად გოლა და მასთან ერთად ტკივილის გაზიარება და თანაგზნობა და გარკვეული ნუგეშინის ცემა ამით, ვიდრე ადამიანმა დაიწყოს რაღაც ღვთისმეტყველებაზე ლაპარაკი, რაღაც იმაზე. თუმცა რა თქმა უნდა ეს ნუგეშიც და გარკვეული თანადგომაც იმ ქრისტიანული მოძღვრების საფუძველზე ხდება, როცა ადამიანი მე მახსოვს ერთ-ერთი უბრალო ადამიანმა ძალიან კარგი მითხრა, რომ ძველ დროში ასეთი წესი იყო, რომ როდესაც ჭირისუფალთან მიდიოდნენ ახალგარდაცვლთან, ზოგიერთ ცდილობდნენ იობის ისტორია მოეყოლათ მისთვის. და ადამიანი რო გებულოს, რომ მასზე უფრო მეტი უბედურობა გადახდომია ვინმეს თავს, და მით უმეტეს იობის ისტორიას გაიგებს, როგორ დაუბრუნა ღმერთმა იობს რავალ ტანჯულს და ესე ვთქვათ ესეთი იობის მოთმინება ორი მაგალითია ძველი ახმიდან. და მე როგორ დაუბრუნა ეს ყველაფერი ათმაგად მას, გარკვეული ნუგეში ეძლევა მას, რა თქმა უნდა და
თუ მithumetes ისეთი ადამიანი ელაპარაკება მას, რომელსაც არანაკლებ გადაუტანია ასეთი ტვირთი და მსგავსი გადაუტანია და აი ამ ტკივილიდან გამოსულა და უნუგეშობიდან და მწუხარებიდან დაუძლებია ეს, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანის უფრო ესმის ადამიანს, ვიდრე ისეთი ადამიანი, რომელიც ზოგადად ლაპარაკობს რაღაც ესე ვთქვათ წინასწარ მომზადებული ან შტამპური რაღაც სიტყვებით და გულთანაც არ მოდის ასეთი ადამიანის არც ნუგეში, არც სიტყვა და არც არაფერი. ამიტომ როგორც ვთქვით, ეს არის საიდუმლო, ვერავინ მე არ მგონია ვინმე ახსნას თუ ღვთაებრივი რაღაც განცხადება არ ექნა და მინიშნება ამაზე, რომ რატო ხდება ან პატარა ბავშვი, ან ახალგაზრდა, ან თუნდაც გარკვეულ ასაკში ადამიანი, ეს არის ძალიან რთული ასახსნელი. ერთადერთი მამები ზოგიერთ შემთხვევაში აკეთებენ გარკვეულ მინიშნებებს, რომ აი მაგალითად ვერცხლის მოყარე ხდება მოულოდნელად. ამბობენ წმინდა წერილიც იცით თქვენ ასეთი ამბავია მოყოლილი წმინდა წერილში, რომ ერთი ადამიანი ძალიან დიდარი იყო, ამბობდა რომ აი იხარე სულო და სვი და ჭამე და მიეცი განცხრომას და ой უგნურო ეუნება უფალი ამაღამბე ამოგაძრობს სულს და ვის დარჩება შენი ქონება. აი გუგნურს უწოდებს უფალი ასეთ ადამიანს, ვის ასე ფიქრობს. ამიტომ ძნელია ძალიან ის თვითონ ადამიანი არის საიდუმლო. ამიტომ ადამიანი რას ფიქრობს, როგორ არის განწყობილი ცხოვრების, ამას არ უხელს ზოგიერთ ოჯახის წევრებსაც. ადამიანი მაგრამ გულწრფელად გული გახსნას ვინმეს მიმართ, ამას ზოგიერთ შეიძლება აკეთებს თანამოაზრესთან ან მეგობართან და ზოგიერთ იმასთან არ უხდება ასეთი გულწრფელი. ამიტომ ძალიან რთულია, მამა იოანეს სინელი ამბობს, რომ ზოგიერთი ადამიანია, რომლის ცოდვები არ იცოდაო სხვებმა, გარეგულად ჩანდაო ძალიან წესიერი და ყველა აქებდა და ადედებდა. ფაქტია, რომ ზოგიერთ ცოდვები იწვევს სიკვდილს. ან დაუშვათ იწვევს სიკვდილს აი გაუფრთხილებელი ცხოვრება. ფაქტია, რომ სხეული თუ დაზიანდა და თავსებადი არ იქნა სიცოცხლესთან, სული ტოვებს ასეთ სხეულს. დაზიანებების, კატასტროფების, მასიური რაღაც უბედურებების დროს ხდება ეს ეპიდემიების და მის დროს. ამიტომ ძნელია ამაზე თქვა, ძალიან ბევრი კონკრეტული შემთხვევა შეიძლება მოვიყვანოთ ამასთან დაკავშირებით და საკმაოდ დიდი და ფართო თემაა. ამიტომ ამას აქედან გამომდინარე ძალიან მრავალფეროვანია სიკვდილთან შეხვედრის მომენტიც ადამიანებისგან. ზოგი ამას ხდებოდა, ასე ვთქვათ, ძალიან უშიშრად, თამამად, ზოგი სარწმუნოებაც არ აქვს და მაინც თამამია მის მიმართ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი დამოკიდებლობა სწორია სიკვდილის მიმართ. ზოგიერთი ძალიან ღრმად მორწმუნეა, არის ასეთი მოყოლილი მამათა სწავლებებში, რომ ძალიან წმინდა დიდი მამასაც კი ეშინოდა სიკვდილის და მისი მოწაფეები უნებოდნენ, ნუ თუ მამაო, შენ თუ გეშინია სიკვდილის, მაშინ ჩვენ რა ვთქვათ? მაგრამ ყოფილა შემთხვევები, რომ მეორე, რომ იგივე ისეთივე დიდი სულიერების მქონე მამა ენატრებოდა სიკვდილი. და როცა სულიერი შვილები ცდილობდნენ ექიმი მოეყვანათ, ან ეუბნებოდა, რომ არ არის საჭირო, დროა უკვე მე წავიდე იმ ქვეყნად. და სხვადასხვანაირია დამოკიდებული. ამიტომ აქ აშკარაა, რომ ეს დამოკიდებულია ჩვენ სულიერ მდგომარეობაზე. რა თქმა უნდა, რეალობა, რასაც ქვია, რეალობა. ეს რეალობა არის ძალიან, ესე ვთქვათ, მრავალწახნაგოვანი. ამიტომ რეალობა ჩანს თითქოს გარეგნულად რაღაცნაირად, ასე ვთქვათ, აშკარა, მაგრამ რეალობა უფრო სხვა არის ზოგჯერ. ამიტომ არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს გონია, რომ გზად არის სიკვდილისთვის, მაგრამ ამ პარტანებით გონია ეს და ნებებით არის ახსავსე. და ვითომ გზად არის წავიდეს ამ ქვეყნიდან. და ზოგიერთები, როგორც მამები ამბობენ, ნამდვილად სულიწმიდით ახსავსენი, აქვთ მარადიული წადილი სიკვდილის და გასვლისა ამ ქვეყნიდან. აი ესეთია განსხვავება. ამიტომ რატო? იმიტომ რომ როცა ადამიანს მოუნანიებელი აქვს ცოდვები, ის წის სიკვდილის მიმართ თუ ამბობენ მამები შეძრწუნებას იწვევს მოუნანიებელი ცოდვები და განწმენდილი ადამიანი, მაგრამ ხო ხედავთ შემთხვევებიც არის, რომ ზოგიერთ ადამიანს გონია, რომ განწმენდილია და თამამად ამბობს სიკვდილის შეხვედრას, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ნამდვილად განწმენდილები არიან და მათ მართლაც უნდათ უფალთან ყოფნა და ეხლა სიკვდილისაც თავისი გაგება აქვს. იცით როგორ შემოვიდა სიკვდილი ამ ქვეყნად და
როგორც წმინდა წერილი გვასწავლის, ის სიკვდილი უფრო საშინელია, რომ სულის სიკვდილი ქვია. სიკვდილი არის სულისა და ხორცის განშორება და სულის სიკვდილია სულის ღმერთისგან განშორება. ეს უფრო საშინელებაა. როგორც ამბობს მაცხოვარი წმინდა წერილში, რომ იმის ნუ გეშინიათ, ვისაც შეუძლიათ მოკლას ხორცი. ეშინოთ იმას, ვისაც შეუძლია სულის მოკლა. ამიტომ აქ უკვე მართლაც მართლებს და თუ ადამიანი გონიერია, ეს არის მე ვფიქრობ გონიერება, სიტყვა გონიერი ძველ ქართულად ნიშნავს სულიერს. გონი, მაგრამ გონიერი მეორე გაგებით ნიშნავს მოაზროვნე. თუ ადამიანი მოაზროვნე ნამდვილად და სულიერი თქმა უნდა ნიშნავს მოაზროვნესაც, მაშინ მას აქვს იმის ასე ვთქვათ სიბრძნე, რომ იფიქროს სიკვდილზე, მოემზადოს სიკვდილისათვის. მაგრამ დაახსოვდეს სიკვდილის დღე. და აი ვინც სიკვდილზე ბევრს ფიქრობს, ის ემზადება სიკვდილისათვის და მომზადებულიც ხდება. აი არა მარტო ქრისტიანები და მართლმადიდებლები, არამედ ქრისტიანობამდელი ეპოქაშიც კი წარმართები ამბობდნენ და ფილოსოფოსები, რომ სიბრძნე სიკვდილზე ფიქრშია. და მათ რა ვთქვათ მაშინ ჩვენ ქრისტიანებმა, რომელმაც ნამდვილად უნდა ჩავწვდეთ აი ამ ჩვენი ბოლო ყველაზე რეალური დღე ეს არის. ერთ-ერთი დიდი რეალობა რაც არის ჩვენ ცხოვრებაში, ეს არის სიკვდილი. ამიტომ რა თქმა უნდა თქვენგან თუ კიდევ იქნება გიორგი შეკითხვები, უფრო განმორჩოთ თემას თუ არა და შეგვიძლიათ გავაგზავნოთ კიდევ ამას საუბარი. აი მამაო, თუ შეიძლება და იმ ადამიანებს მინდა რომ აი მართლა აქედან ნუგეში მივცეთ რამენაირად რომ თვითონ საქართველოს ისედაც აი ჩვენზე თბილი ადამიანები და საქართველოს მაცხოვრებელზე და მოქალაქეზე თბილი ადამიანები მე აი საერთოდ სოფლიოში არ მინახია და ძალიან მტკივნეულად იციან ამ ყველაფრის გადატანა და აი ამ ყველაფრის გადატანაში ხო რაღაცეები ავიწყდება და ძალიან ბევრი მათი ოჯახის წევრები ზარალდებიან იქ თუნდაც ბავშვები თუნდაც უფროსები სხვა წევრები აი ამ გლოვის დოზა თუ აი როგორ დავარქვა, როგორ უნდა განსაზღვრონ ამათმა და რა უნდა ქნან იმისთვის, რომ კიდე თვითონ ერთი მიცვალებულის პატრონები თუ არიან, კიდე მეორე და მესამე არ დავამატონ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს ისე ტკენენ მე ამ თავის გლოვით გულს, რომ იმათაც სოდვაში აგდებენ და დეპრესიაში იზრდებიან და მე ის ბავშვები პრობლემის ქვეშ არიან ხოლმე სუდა. აი როგორ უნდა მოიქცეს, არის და რომ დამალოს ახლა აფერისტობას ხო არ დაიწყებს თუ ეტირება, უნდა იტიროს, ხო, მაგრამ აი რა უნდა ქნას და რა არის სომიერი გლოვა და სად უნდა ნახოს? ახლა როგორ არის იცით? გლოვას გააჩნია, რა თქმა უნდა, სულ სხვა როცა სულიერი ადამიანი გლოვობს და სულ სხვა როცა სასწარკვეთილი ადამიანი გლოვობს. წუხარება ეს ერთ-ერთი მომაკვდინებელი ნებათაგანია. ეს გლოვა შეიძლება წუხარებაში გადავიდეს სასწარკვეთაში და შეიძლება ადამიანი რამდენი ყოფილა შეიძლება თავიც მოუკლავს ჭირის უფალს თავისი გლოვის გამო ან შვილის სიკვდილის გამო ან შეყვარებულის ან ვიღაც ახლობლის და ეს კიდევ უფრო მეტ სოდვაში და უბედური მას ეგონა რომ ამ ტკივილს გაექცეოდა და პირიქით უფრო მეტ ტკივილში ჩაიგდო თავი იმიტომ რომ ეს ტკივილი უფრო მეტი დიდი იქნება სიკვდილის შემდეგ როგორც ამბობენ წმინდა მამები, ვისაც არ იცის და არც გაუგია და არ შეუგზნია რა არის ჯოჯოხეთი, მას სინანულის მოხმობა გაუჭირდება. ამიტომ გააჩნია რაზე უნდა გლოვდეს ადამიანი. ახლა არსებობს სიკვდილზე ფიქრის ორი ფიქრი. ერთი არის, როცა ფსიქოლოგიურად ფიქრობს ადამიანი სიკვდილზე და ბუნებითი შიში აქვს სიკვდილის. ეს რა თქმა უნდა შეიძლება ესეც არ იყოს ცუდი, მაგრამ ამასაც ზომა აქვს თავისი. თუ ეს სასწარკვეთისკენ მიდის, ეს არის მავნებელი და დამღუპელი ადამიანის. არის მეორე ფიქრი, რომელიც სიკვდილზე ფიქრს მოაქვს სინანული. და სინანულით ფიქრობს ადამიანის სიკვდილზე. აი ესეთი ფიქრი უკვე კარგია. და ცრემლთა წყაროა, კარგი ცრემლები, სინანული ცრემლების. ზოგჯერ ჩვენ გლოვობთ და ვტირი ვართ იმას, რომ აი ჩვენს ყველა საყვარელ ადამიანს ვერ მოასწარით შენდობის თქმა, მეტი სიყვარულის გამომჟღავნება, ის არ არის ჩვენ გვერდით, რა თქმა უნდა, ჩვენ გარკვეული მიჯაჭვულობაც გვაქვს ოჯახის წევრების მიმართ, სიყვარულით, მიჩვევით. და რა თქმა უნდა, ეს არ არის ადვილი, როცა მით უმეტეს მშობელს, დედმამიშვილს, მეუღლეს ეხება ეს, აი პირდაპირ ეს ნიშნავს, რომ ადამიანი შვაზე გაიხლიჩოს თითქოს, ისეთია მათი სიყვარული. მაგრამ აქ უნდა ადამიანებმა მინუგეშონ თავი იმით, რომ პირველ რიგში
ფასეულობასაც გააჩნია. ჩვენი მთავარი ფასეულობა არის ქრისტე და მარადიული ცხოვრება. და მარადიული ცხოვრებაზე ფიქრით, იმაზე ფიქრით, რომ უფალი მოწყალია, რომ ცხოვრება გრძელდება, რომ სული უკვდავია, რომ ჩვენ სიმქვეყნად ერთად ვიქნებით და ღირს იმაზე, რომ ვიზრუნოთ მის სულზე, ვილოცოთ, ფსალმუნები ვიკითხოთ, პანაშვიდი გადავიხადოთ, წირვები ლოცვებში მოვიხსენიოთ, სიკეთე ვაკეთოთ. აი ამით უფრო ვიპოვიან ისინი ნუგეშს, ვიდრე მხოლოდ გლოვით. ამიტომ სიკეთის გაკეთება მის სახელზე, უანგარო სიკეთის გაკეთება იქნება დიდი ნუგეში მათთვის. იმიტომ რომ ეს გაუხარდება იმ მიცვალებულებს. ეს იქნება მათი მიცვალებულების საგზალი, ისე როგორც თუ ღმერთი ინებებს და ადამიანი შეძლებს რომ აღესრულოს წმინდა ზიარების მიღებით და აღსარებით, ამაზე დიდ საგზელს რაც წაიღებს ამ ქვეყნიდან. ასევე იმ ნათესავთა სიყვარული და ლოცვა, რომელიც გამომჟღავდება მათ მიერ გაკეთებულ სიკეთეში თუ აღლენილ ლოცვაში და მოხუჭილ მადლში. აი ეს იქნება ამაში უნდა ეძებოს ადამიანი, იმიტომ რომ თუ მხოლოდ მწუხარებას მიეცემით, აბა რას მოიტანს ეს? ეს იქნება უფრო მაჩვენებელი ჩვენი ურწმუნოების და სასწაუკვეთილების, რომელსაც არ გვჯერა არც მარადიული ცხოვრების, არც ღმერთის სახიერების და ესე იგი ძალიან გამოუცდელად მიეცემს ადამიანი თავის ვნებებსა და მწუხარებას თავს. ამიტომ ეს არც ღმერთს მოეწონება, არც იმ მიცვალებულს. და რა თქმა უნდა, ეშმაკი ეცდება, რომ ადამიანი კიდევ უფრო დათრგუნოს და რაღაცნაირად აი მწუხარების იმაში მოაქციოს გარემოში და შეიძლება სასწარკვეთამდეც მიიყვანოს. ეს საშიშიცაა ფსიქიკისათვის და ძალიან, მაგრამ მართალი გითხრათ, ისიც არ მომწონს და არ მიყვარს, რომ ადამიანები ძალიან სიცილ-ხარხარი დააცილებენ ზოგიერთები, ამაშიც ვერ ხედავთ ერთ საწმუნოებას, როცა ადამიანები არ გლოვობენ. იმიტომ გლოვასაც თავი წეს, ეს გლოვას თავისი ზომა აქვს და რა თქმა უნდა ჩვენებს ჰქონდა ასეთი წესი, შავებს იცვამდნენ, არხულობდნენ, ლოცვას მომატებდნენ, სიკეთეს აკეთებდნენ. რატო? იმიტომ რომ ეს განსაცდელი ჟამია ოჯახისათვის. და მეტი მოგრძალებით და ამით იყვნენ, რომ ერთ გაჭირებას მეორე არ დამატებოდა კიდევ. ეს გარკვეული თავდაცვაც იყო ოჯახისათვის და სიფრთხილე, იმიტომ რომ ხშირად ხდება, რომ ასეთი მწუხარებების დროს უყურადღებოდ რჩება ზოგიერთი ოჯახის წევრი, ბავშვები და ძალიან დიდ ტრაუმას ღებულობენ ისინი, როგორც სულიერს, ზოგჯერ ფიზიკურს და ამიტომაც მართებს ოჯახის უფროს, ახლობლებს, ნათესავებს ხარში დაამუდნენ, იქ გვერდით იყვნენ, გარკვეული ესე ვთქვათ ყურადღება მიექციონ, სიყვარული აჩვენონ, რომ ისინი მარტონი არ არიან. აი ზოგჯერ ხდება კიდევაც, რომ როცა ადამიანი გარდაიცლება, იმდენი ჭირისუფალი მოუვა და მანუგეში ფიქრობს ადამიანი და მანამდე მოსულიყო ამდენი ადამიანი. აი როგორი ხდება ეს რაღაც ჩვენი კულტურა არის ძალიან გულუბრყვილო ქართული კულტურა. მანამდე მოსულიყო ამდენი მანუგეშებელი და ამდენი იგი შეიძლება არც მომხდარიყო გარკვეული ზოგიერთი უბედური შემთხვევები ან ასე ვთქვათ, უფრო შეიძლება მტკიცედ შეხვედროდა ადამიანი ტკივილს და უბედურებას. აი სამწუხაროდ ხდება ასეთი შემთხვევებიც, ამიტომ არის რომ ყოველთვის მართებს, როგორც ამბობს ჩვენი დიდი პოეტი, არ დავიწყება მოყრის, არავდნენ გვიზამს ზიანს. ყოველთვის ესეთი მადლის, სიკეთისა და სიყვარულის გამრავლება ყველა ჩვენთანაც მართებს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ სარწმუნოება მათი უნდა გამომჟღავნდეს მათ ზომიერ დამოკიდებულებაში მწუხარებისადმი. მე მახსოვს როგორი სასწორწარკვეთილები ვიყავით ჩვენი ოჯახიც გარკვეულწილად, როგორი უიმედობა იყო, როცა ასეთ დღეში ვიყავით, მაგრამ რაც უფრო სარწმუნოება გვემატებოდა, მახსოვს როგორ ესე ვთქვათ ნუგეში ეცემოდა და როგორ ცოცხალი ისე იყო ჩვენთვის მათი სული. როგორც ესე ვთქვათ, როგორც ამბობს ერთ-ერთი წმინდანი, რომ ისინი იქნებიან როგორც მძინარეები მეორედ მოსვლის ჟამს, რომლის განეღვიძებენ დიდი ხნის ძილისაგან. ისე როგორც წმინდანთა მიცვალებას მიძინებას უწოდებენ, წმინდანმა როგორც ყოველ წმინდა ღვთისმშობლის მიცვალებას ეწოდება მიძინება. და ეს შინაარსი ძალიან კარგად არის როგორც ქართულ სიტყვა გარდაცვალებაში, რომ ერთი წმინდანი გარდავიდა, მეორე სამყაროში ადამიანი იცვალა.
და ამიტომ სასარგებლოდ ესე იგი არ აქვს. მით უმეტეს წმინდა მამათა სწავლებით ადამიანი რომელსაც ტოვებს სხეულს რამოდენიმე დღე ის ასე ვთქვათ ყველაფერს ხედავს და მიმოდის იმ ადგილებში სადაც მას უხარვდა და ხედავს იმ ადამიანებს ვინც მას უყვარდა. ახლა რომელი უფრო გაუხარდება როცა დაენახოს მას ქრისტიანულად ზომიერს და მწუხარებაშიც და ლოცვაშიც თუ სასწარბეთლს ან პირიქით აბსოლუტურად არანაირი მწუხარებისა და არანაირი სიყვარულის გამომჟღავნება რო არ აქვს ზოგიერთ ადამიანს. ესეც კი საპირისპირო ბერჯი ხდება. ზოგჯერ ეს გარკვეული ფსიქიკური დარღვევის ან ზოგჯერ ჯანმრთელობის არქონის ბრალიც არის. ამიტომ არის რომ ბევრი ხარდაჭერა ჭირდება ამ ადამიანებს ამ დროს. როგორც მოძღვრის მხრიდან ისე მეგობრების, შეიძლება ფსიქოლოგიც და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა მამო. ადამიანებს მამო ეხლა როცა ხდებიან ჭირისუფლები და ზოგიერთი ძალიან რთულ სიტუაციაში ხდება ზოგს მეუღლე დაიღუპება შვილი ის და ხომ არ არის მამო ეს ღმერთისგან ნიშანი იმისა რომ ეს ადამიანი არის ძლიერი და ამის ატანა შეუძლია თორე ისე ხო ღმერთი ხო არ დაუშვებდა მასზე და ამან კიდე ის უნდა აცხონოს და მას გარშემო ათასნი და ხომ არის გარკვეულწილად რაღაცა საცხონებელი ტვირთი ამ ადამიანის მიმართ აი ეს ყველაფერი რა გაჭირვებაც მის თავზე ხდება ხოლმე. შეიძლება მithქვას არა მარტო ამ ოჯახის მიმართ ადამიანი, ალბათ მთელი მისი სანათესაოს მიმართაც არის ზოგჯერ ეს გარკვეული დიდი ტვირთი. აი მე ძალიან ბევრჯერ მიფიქრია რატო ახალგაზრდების გარდაცვალებაზე ბევრი მიფიქრია და აი დავსეთ დასკვნამდე მისულა, როცა ეს ისტორიები შემისწავლია თუ ბიძა ჩემი გარდაიცვალა ძალიან ახალგაზრდა და მთელი კუთხელ გლოვობდა აი მთელი 40 დღე მიუხედავად კომუნისტების ხანა იყო არავინ გართობას იმას არ დაუშვებდა 40 წლის განმავლობაში არ ტელევიზორს თავდნენ არც არაფერს და მე ასეთ დასკვნამდე მისულა რომ რა თქმა უნდა შეიძლება ისიც იყოს რომ ადამიანი ძლიერია და აიტანს ამას მაგრამ უფრო მე ვფიქრობ რომ ახალგაზრდები მიდიან იმიტომ რომ აი ჩვენს გარშემო რაც ურჯულოება, ცოდვა, სიკვდილის დავიწყება ხდება თითქოს ეს ადამიანი ახალგაზრდა იღებს თავის თავზე მისი გარდაცვალება იმას რომ ახსოვდეთ სიკვდილი. ცოტა გამოფხიზდეს ადამიანები, ცოტა ესე თქვა სინანულისკენ და აი ამ დროის აქმისკენ უფრო ესე თქვა რეალურად განეწყნონ, იმიტომ რომ როცა ახალგაზრდა გარდაიცვალება ან მოულოდნელად ადამიანი ფიქრდება, აი შეიძლება ეს მეც დამემართოს, შეიძლება ხვალ მეც ან ჩემს ვინმე ახლობელს დაემართოს და უფრო ასე ვთქვათ განეწყობა იმისათვის რომ მოემზადოს სიკვდილისათვის. იმიტომ რომ ეხლა ზოგს გონია გარკვეული შეიძლება რისკიანიც არის რომ არაფერს არ აინაღლებს როგორ მოკვდება, მაგრამ აბა ეხლა დაფიქრდეს გონიერი მორწმუნე ადამიანი რას ნიშნავს მოუნანიებელი წოდებით წასვლა ან მოუმზადებელი ამ ქვეყნიდან წასვლა და ვის ხელში ჩავარდება მისი სული ეშვაგების თუ ანგელოზების ამას ვინც დაფიქრდება რა თქმა უნდა ის უფრო ფრთხილი და გონიერებით მიუდგება ცხოვრებას და გადააფასებს კიდევაც რას მიყავს ის წოდებისაგან ან პირიქით რას მიყავს ის ღვთისაგან და საღვთო საქმეები მეტი აკეთოს, მადლი სიკეთე მეტი აკეთოს, მეტი სულიერი სარწმუნოების საქმეებით იყოს შემოსული და სათნოებებით. რა თქმა უნდა, თქვენ იცით რომ სათნოები ბუნებითია ადამიანისთვის. და ბუნებები კიდევ ეს არის როგორც სიკვდილის, ასე ვთქვათ, ნიშანი ჩვენში არსებული, იმიტომ რომ ის იწვევს სულის სიკვდილს. ისე როგორც სიკვდილი უცებ არ მოდის ჩვენში. ის ან ავადმყოფობის სახით მოდის, ან რაღაცა ნების სახით მოდის, რომელიც იმკვიდრებს და პირდაპირ აი წინ მიუძღვის ადამიანს სიკვდილისაგან. ამიტომ ეს ნებებისა და აი ამ უკეთურებისა და ბრძოლა ფაქტიურად და სათნოებებში ცხოვრება ადამიანს პირდაპირ ღმერთის ხელში ახვედრებს. ამავე ცხოვრებაში. უკვე ის როგორც ღმერთის იარაღი ისეთია. ანგელოზის აშკარა ფარული, აი ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს, სულ სხვაა, როცა ადამიანი ცოდვილი და უკეთური ადამიანი ჩადის ცოდვას და სულ სხვა პატიოსანი და კარგი ადამიანი ჩადის ცოდვას. იმიტომ რომ როდესაც ცუდიდან ცოდვაში ჩაფლული, გაბოროტებული ადამიანი ჩადის ცოდვას, მას მადლი მალე ტოვებს.
და კეთილ და კარგ ადამიანს ასე ადვილად საფარველს არ აცილებს ადამიანი. თუ ის შეიძლება რაღაცა სულმოკლეობით ან რაღაც გაუფრთხილებლობით ჩავარდა ცოდვაში. ამიტომ გარკვეულწილად მართებს ადამიანს დაფიქრდეს ამაზე და ამიტომაც ძნელია იმის თქვა ზოგი გმობაშიც ვარდება ღმერთის აი რატომ მომიკლა ღმერთმა თვითონ ღმერთმა მოუგლა მას როცა მას ჭირდებოდა რა არავინ არ იცის საიდუმლოა მისი სული ცხონებისათვის შეიძლება ასე იყოს საჭირო ჩვენ ახლა ეს ადვილია სხვის ბეძეს ლაპარაკი ასეთი თითქოს მაგრამ ალბათ ყველამ ასე უნდა გავიაზროთ რომ მისთვის იყო ეს ალბათ ეს დრო ყველაზე შესაბამისი ამ ქვეყნიდან გასვლისა მაგრამ უნდა ითქვას ისიც რომ თუ ადამიანი ჯანმრთელობას არ მოუფრთხილდება რა თქმა უნდა მას შეუძლია თავი წაიყვანოს სიკვდილით ადამიანი ლოთობით ნარკომანით გაუფრთხილებელი ავტოიმით ჯირითით ამ რაღაც ესეთი ექსტრემალური იმებიში მოყარეობით რა თქმა უნდა ეს ძალაუნებურად აახლოებს ადამიანს სიკვდილს მაგრამ ისიც უნდა ითქვას რომ არის ზოგიერთი შემთხვევები თემას ზოგიერთ სულ სხვანაირად აძლევს არის რომ ადამიანის სულ დაფუფუნებენ თავზე და მაინც ვერ აცდება სიკვდილს და არის შემთხვევა როდესაც ადამიანი ეძებს სიკვდილს აშკარად ძალიან თამამია და სიკვდილი არ უახლოვდება მას კიდევ ომშიც კი ასე ყოფილა ზოგი ამბობენ რომ ზოგი ეძებს სიკვდილს და სიკვდილი გაურბის მას და საიდუმლოა ეს რა თქმა უნდა ძნელია მის თქმა ანუ მამაო ჩვენ ვერასდროს ვერ ვიტყვით ვინმეზე რომ სიტყვაზე აი რაღაცა რომ დაემართა რომ აი ეს სიტყვაზე ცუდია მისთვის ხო აი სიტყვაზე ადამიანს ზოგს აქვს სიმსიმე ზოგს რაღაცა ხო ძალიან ბევრი ადამიანი წვალობს და ეს შეიძლება ჩაითვალოს მამაო ღვთისწყალობად მასზე შეიძლება როგორ ეცეთ ეს გარკვეული აქ მიღებული ტკივილი რა თქმა უნდა იქნება მადლი მომავალი ცხოვრების ფაქტიურად ყველა წუხარება და ყველა ტკივილი რაც ადამიანს სარწმუნოებრივი იმით განუცდია ამ ქვეყანაზე ის მას ყველაფერი მადლად დაუბრუნდება ფაქტიურად არის მამათა სწავლება ასეთი რომ ყველამ თავისი შესაბამისი ტკივილი უნდა მიიღოს ამ ქვეყნად ზოგი ამას ბავშვობაში ღებულობს ზოგი სიბერეში ზოგი შუა ასაკში რაღაც თავისი სიმძიმე ყველამ უნდა მე ამას მახსენებს მაცხოვრის სიტყვებს მისი ლოცვას გებსამანის ბაღში რომელიც ამბობს რომ მამო ამაცილე სასმისი როცა ამბობს ჯვარზე გარკვეული ეს ტკივილი რაც მან უნდა იტანოს ჯვარზე ადამიანურად მას ეს რა თქმა უნდა აშინებს და აი ასეთი ტკივილი ყველამ უნდა განიცადოს ამიტომ რომ მოწამეთა სიკვდილი ქრისტესათვის მოწამეთა სიკვდილი ეს არის რაღაც ძალიან დიდი გამარჯვება და ნუგეშრომად მიბაძეს მაცხოვრის მოწამეობას და ისინი უეჭველად პირდაპირ იმკვიდრებენ სასופელოს და ზოგიერთებმა ისეთი ცხოვრება განვლეს შეიძლება მოწამეობრივად არ დაამთავრეს ცხოვრება მაგრამ მათი ცხოვრება იყო მოწამეობა სიღარიბე ქვრივობა ობლობა ცნებაში დარჩენის გამო მათ ვინიცის რა არ გადაიტანეს ტოლვილობა რა ვიცი ძალიან დიდი შეიძლება ავადმყოფობა მძიმე აი ეს ყველაფერი მოწამეობა თუ ადამიანი სარწმუნოებით მტკიცედ დადგება არ ჩავარდება გმობაში პირიქით იქნება მადლიერი ღმერთის დაინახავს მის ასე ვთქვათ ფარველობას მასზე როგორც სიყვარულს მის მიმართ მე მახსოვს ერთ-ერთი ინვალიდი გოგონა რომელსაც შევხვდი ერთ-ერთ კუთხეში ვიყავით ლეჩხომში და ყველაზე ბედნიერი იყო ინვალიდი გოგონა კალიასკაში მიჯდომი და ყველა დანარჩენი ორივე ფეხი, ხელი, ყველაფერი ქონდა, ისინი იყვნენ ძალიან დამწუხრებულები თითქოს და დადიოდნენ ეს. ის იყო, მიუხედავად ასეთ თავისი დიდი ტკივილისა, იმდენად მიახლოებული იყო ღმერთს, ყველაზე გახარებული და ყველაზე ბედნიერი ეს ინვალიდი გოგონა, რომელიც კალიასკიდან ვერ დგებოდა. ამიტომ გააჩნია სულიერ მდგომარე სიმხნევეს, ვაჟკაცობას სულისაც. ამიტომ რომ შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, რომ არ ნათქვამი ეს მაინც სიკვდილი რაღაც დროს მოვა. და ზედმეტი შიში მის მიმართ. და მე ზედმეტი ასე ვთქვათ მან შეიძლება ადამიანი ლაჩარიც გახადოს. შეიძლება დედამშვილი ომში არ გაუშვა საქართველოს სამშობლო დასაცავად, მეგობარს უღალატოს, არ გამოიქომაგოს მას. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ზედმეტი შიში სიკვდილისაც არ შეიძლება.
ამ ასეთი კონკრეტული დამოკიდება, ამიტომ ღმერთის ნება, როგორც ამბობს უფალი, მე ვარ ქვრივობლების ღმერთი. ამას იმიტომ ამბობს უფალი, რომ ყველა ადამიანი, რომელსაც ასეთი ტკივილი აქვს გადატანილი, მათ ფარულობს განსაკუთრებულად ღმერთი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, წმინდანები, მაგრამ ამისთვის საჭიროა მათაც გქონდეთ კეთილი განწყობა ღმერთის მიმართ და სარწმუნოება. მე მინახია კიდევაც მართალი გითხრათ, ასეთი ოჯახებში უფრო კარგი ბავშვები ზრდებიან ზოგჯერ ესეთი რაღაც სევდის კულტურა აქვს ამ ბავშვებს, რაღაც მეტი რეალურად უდგებიან ცხოვრებას, იციან გაჭირვება, იციან არ არიან რაღაცა ესეთი მოშვებულები და სულ ერთი განწყობა არ აქვთ. იციან დედის ფასი, მამის ფასი, ერთმანეთის ფასი და ზოგჯერ ხდება ესე რომ ფიქრობ რომ მართლა გაჭირვება უნდა გადაიდონოს ადამიანი რომ მიხვდეს რა არის სიცოცხლის ფასი, რა არის მოყვასის ფასი, რა არის მარადიული ცხოვრების ფასი. გულდასაწყვეტია, როდესაც ადამიანი ესეთ უმადური და დაუნახავი წავა ამ ქვეყნიდან, იმიტომ რომ მას ყველაფერი აქვს, არაფერი პრობლემა არ აქვს. აი აქ სამწუხაროდ ადამიანური ხატება ღვთისა იკარგება, რომ ის რომ ხატია ღვთის, მოაზროვნეა, გონიერი, მადლიერი, ამას უნდა ხედავდეს, უნდა გაიაზროს. და სამწუხაროდ ეს ხშირად ესეთ რო იტყვიან ძალიან უზრუნველყოფილ ოჯახებში და შეიძლება ითქვას, მაშინ ზოგჯერ ხშირად არ ხდება ასე. და გაჭირვებული და ოქრივი და ობოლი და მრავალშვილიან ოჯახში უფრო არის აი ამის ასე ვთქვათ მადლი და თანადგომისა და მადლიერების მეტი გრძნობა ღვთის მიმართ. ამიტომ დარწმუნებული ვარ, როგორ ეხლა შვილის სიკვდილით მოწამეობის მსგავსია არა არის ადამიანი ასე და მე მინახია რამოდენიმე შვილი დაკარგული დედაც. და ეს არის დიდი წამება, რა თქმა უნდა, მაგრამ აი მისი ვაჟკაცობა უნდა იქნეს. ხო და როგორი მაგალითები გვაქვს აი 9 ძმა ხერხეულიძეები, დედა, დიდ, როგორ ამხნევებენ ერთმანეთს, როგორ არენანებად თვიშობელი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ვისაც აქვს აღდგომის რწმენა, მან უნდა დაამარცხოს ეს გლოვა, ზედმეტი და ეს სასწარკვეთა. რომ აღდგომის რწმენის გარეშე ფაქტურად არაფერი არა. ესე როგორც ამბობს ერთ-ერთი წმინდანი, რომ ყველა მწუხარების მიზეზი არის მიწიური ცხოვრების სიყვარულში. და ყველა მწუხარება გარკვეულ ასე ვთქვათ საფუძველს კიდევ იღებს სიკვდილში. სიკვდილის სამი ან არასწორ დამოკიდებულებაში, ან ასე ვთქვათ გადაჭარბებულ სიყვარულში ამაქვეყნის. და ყველაფერი შეიძლება ითქვას ჩვენ ცხოვრება გვაქვს სისავსით მოცემული, რომ დაუკვირდეთ და ყველა ადამიანი უნდა ხარობდეს. რა გვაკლია საერთოდ? იმ ღარებადაც რომ მიაჩნია თავი, იმასაც კი არაფერი არ აკლია. იმდენად სისავსითაა ცხოვრება მიცემული ადამიანისათვის. მაგრამ ყველაფერს აფუჭებს ერთი რამე, სიკვდილი, რომელიც წერტილს უსვამს ამას. ის გარკვეული ასე ვთქვათ, მით შემოდის ავადმყოფობის ან ასე ვთქვათ გარდაუვლობის იმით შეგნებით შემოდის ადამიანში და ყველაფერს აფუჭებს. და აი საინტერესოა ასეთი რამე, ხო ჩვენი ერთ-ერთი მეგობარი იყო ჩამოსული, კარგი ღვთისმეტყველი და ის ყვებოდა ასეთ რამეს, რომ როდესაც უნივერსიტეტში ვსწავლობდიო პეტერბურგში, ბერძნულ ენას ვასწავლდაო, მოხუცი პროფესორიო და გვეუბნებოდა შვილებო 99 მიზეზი არსებობს, რომ ეს დავალება თქვენ არ გააკეთოთ. მაგრამ არსებობს ერთი მიზეზი, რომ გააკეთოთ. ადგეთ და პირდაპირ გააკეთოთ, როგორც ჩემი დავალებაა ეს. და მაშინ მე ეს არ მესმოდა, მაშინ სტუდენტი ვიყავი, არც ვიყავი ეკლესიური და ეთყობა ეს პედაგოგი იყო, წმინდა მამათან სწავლებები ვცოდნე, იმიტომ რომ მის ამ სიტყვებში ჩანს სახარებისეული რაღაც მინიშნება იმისა, რომ სახარებაში არის ასეთი თქვენ კარგად მოგეხსენებათ, წყემსმა დატოვა 99 ცხვარი და წავიდა ერთის საძებნად, მაცხოვარი. დავიდა ერთის საძებნად წავიდა. ქალს ჰქონდა 199 დრაქანი, ერთი დააკარგა და იმის საძებნად ყველაფერი აყარა სახში. ესე იგი ჩვენც ასე ვარ ცხოვრებაში, რომ ასე ვთქვათ 99 მიზეზი გვაქვს, რომ ვიყოთ ბედნიერი ადამიანები. გახარებული ცხოვრება სისავსითაა ღმერთს მოცემული ჩვენ, მაგრამ ერთი აფუჭებს ყველაფერს, სიკვდილი. და სიკვდილის ესეთი ხსოვნა და მისი გარდაუვალობა ჩვენთვის.
მაგრამ მაცხოვრის განკაცების შემდგომ და მისი აღდგომის შემდგომ, ჯვარცმის აღდგომის შემდგომ, აი ესეც კი ვერ აფუჭებს უკვე ვერაფერს. იმიტომ რომ უფალმა თქვა თითქოს რა 99 მიზეზი არსებობს სისამსის, სიხარულის და ბედნიერების, მაგრამ არსებობს ერთი სიკვდილი. აი 99-ს მე გაძლევ თქვენ და იმ ერთს ვიღებულობ მე. იმიტომ განკაცდა რომ აი სიკვდილი დაემარცხებია. ის ერთი რომელიც აფუჭებდა ყველაფერს, ის მიიღო თვითონ. განკურნა თავის თავში, დაამარცხა თავის თავში და ეხლა ერთი მიზეზიც არ არსებობს მორწმუნე ადამიანისათვის. იმიტომ რომ სიკვდილზე ფიქრს ჩვენ იმიტომ ურჩევთ სულიერ ადამიანებს ან მორწმუნეებს, რომ სიკვდილზე ფიქრით უნდა დავამარცხოთ სიკვდილი. სიკვდილზე ფიქრით, რომელიც თავიდან შიშით იწყება, შეიძლება, რომელიც სიკვდილზე ფიქრი ფაქტურად სიკვდილია. ასეთი ფიქრი იქნება სიკვდილის წინაც. მაგრამ ამაზე ფიქრს მიყავს ბოლო ეტაპი არის, რომ ამარცხებს ადამიანის სიკვდილს და მაღლდება მას და არ ეშინია მისი. ამიტომ ასეთი ადამიანი უკვე არის ძლიერი. მე მქონია გარკვეული განცდა რამოდენიმე ჩემი სულიერ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მქონია ერთი სამი შემთხვევა და სიკვდილზე არ მეშინოდა. როცა სიკვდილს არ მეშინოდა, ვიყავ ერთ-ერთი უბედნიერესი ადამიანი. და როდესაც აღდგომის რწმენა გაქვს და იცი რომ აღდგება შენი მიცვალებულიც შენი ყველაზე უახლესი ადამიანი, ეს დროებითი განშორება ვერ იმაშობა, ასე ვთქვათ, ვერ ამარცხებს შენში ამ ბედნიერებასა და სარწმუნოებას. ამიტომ მოციქულებიც ასე ამხნევებდნენ თავიანთ თანამედროვეებს, გახსოვთ თქვენ მართა და მარიამის შემთხვევა, ლაზარეს დევის და მაცხოვრის, ასე ვთქვათ, ძლევამოსილების ჩვენება, რომ ლაზარი 4 მკვდარი აღადგინა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი სულ საათები იყო საფლავში, ისიც აღდგა უცებ და არაერთი შემთხვევა მის მიერ იარიოსის ქალიშვილის ან სხვათა შემთხვევაში, როცა მან აჩვენა, რომ ის არის მეუფე ცოცხალთა და მკვდართა და ყველასი, მის ხელშია ძალაუფლება. ამიტომ ასეთი ძლევამოსილი უფალია ჩვენი მფარველი და ვისი უნდა გვეშინოდეს ჩვენ. და რატომ უნდა ვიყოთ საწარგოთაში, არ უნდა ვიყოთ. ძალიან დიდი მადლობა, მამო. ესეც საინტერესო საუბარისათვის, მამო. აი არის ხოლმე მომენტი, რომ სიტყვაზე წამიკითხავს ესეთი რაღაცა, რომ თუ სიტყვაზე იციო მიცვალებული სახელით არის იქ დაწერილი, რომ თუ იცი მე სად მოვხდიო, მაშინ რატომ ტირიო და რატომ გლოვობო და თუ იცი სიტყვაზე რომ ცუდად გილას მოხდი, მაშინ ტირილის დრო და იმ გლოვის დრო გაქვს ილოცეო ჩემზეო რა. და აი ჩვენ ამით თან ხშირად გამიგია ხოლმე ეს გამონათქვამია ხოლმე, რომ სიტყვაზე ნოაწუხებ მიცვალებულს, ეს სანუგეშოთ ეუნებიან ამ ადამიანს თუ მართლაც უხდება ჩვენი გლოვით და ტირილით მიცვალებული და ისიც განიცდის ამას. უსასო წუხარებით და უსასო და ურწმუნო მწუხარებით, რა თქმა უნდა, წუხდება მიცვალებული და წუხდება იმ გაგებით, რომ მას ის არაფერს არ არგებს. მაგრამ სარწმუნოებრივი წუხილი, რაც ლოცვაში და მისადმის ზრუნვაში გამოიხატება, ეს მისთვის ნუგეშია დიდი. ამიტომ ჩვენ რას გავაგზავნით იმ ქვეყნად? მატერიალურ ვერაფერს. ჩვენ შეგვიძლია გავაგზავნოთ სიკეთე, მადლი მათ სახელზე და მათი სიყვარული, იმიტომ რომ უფალი მეტყვის რომ აი ეს ადამიანი მართალი ადამიანი მთხოვს. მისი სიყვარული ის რომ უყვართ ხომ მისი სიკეთეა დათესილი ამ ქვეყნად. ამის შესანიშნავი მაგალითი არის აბრაამის მდიდარისა და ლაზარეს იგავი, სადაც მდიდარი მოხდება ჯოჯოხეთში და ლაზარე მოხდება აბრაამის წიაღში. აი შესანიშნავად იხსნება ყველაფერი თუ როგორ არის და როგორია მათი მოლოდინი, როგორია ლაზარების მდგომარეობა, როგორ იყო ის ლახაკი, როგორ ლოშნიდნენ მას ძაღლები, როგორ იყო დაწყლულებული, როგორ არ აქცევდა მდიდარი მას არანაირ ყურადღება, მდიდარი სახელიც არაა მოხსენებული. და როგორ ეხვეწება მე მდიდარი რომ დააწოს თითი და galugrilos პირით, რომ თუ ის გამსაწმენდელი ცეცხლით იწვის ჯოჯოხეთში. და აბრაამი ეუბნება რომ ეს შეუძლებელია. და მათ შორის რომ დიდი დანახეთქია, დიდი განსხვავება და არ შეიძლება ამის გაკეთება. მაშინ ვინმე წავიდეს, მიდო 5 ძმა ყავს მას, ასე წუხს თავის ძმებზე. და რომ ისინიც ასე ცხოვრობენ და რომ ვინმე ერთი დააღდგომილი რომ მივა ისინი ერთმანებენ და ისინი არა.
მათ ყავთ მოსედა წინასწარმეტყველო, ესე იგი წერილს ვინც ვერ გაიგებს, არ მიიღებს, ის კუტრეთითაც რო აღდგესო არ ირწმუნებს. თუმცა მართალი გითხრათ, ძალიან შთამბიჭდავი იქნება კუტრეთი დაუმდგარი ადამიანის ან გამოცხადება ან ხილვა. იმიტომ რომ ყოფილა შემთხვევები რომ ადამიანები რომელთაც სარწმუნოება არა ის გალუცინაციად მიუღიათ და ვისაც სარწმუნოება აქვს ასეთი მიუღია როგორც სარწმუნოებრივი მინიშნება იმისა რომ უფრო სიფრთხილით უნდა ეცხოვროს აი ივანეს სინალი ყვება მაგალითს ევსუქი ქოზიბელის რომელიც ძალიან უდები ბერი იყო წარმაცი ძალიან უქნარა შეიძლება ითქვას და როგორ მოკვდა რამოდენიმე საათი და როცა მას ფაქტურად წესს უგებდნენ, ლოცვას უკითხავდნენ, ამ დროს გამოეღვიძა. და რო გამოეღვიძა, ყველას თხოვა რომ დაეტოვებიათ მისი კელია. და ჩაიკეტა და 17 წელი არ გამოსულა კელიიდან. და ლოცულობდა, სულ ტირილში გაადარო, პურსა და წყალს ღებულობდა მხოლოდ. და სულ ლოცვაში გაადარო და ყველას უკვირდა ასეთი ცვლილება მისი ცხოვრებისა. და მე როცა არავის არ უშევდა, მე როცა გარდაცვალების წინ შევიდნენ მამებიო მის კელიაში, რამოდენიმე წლის შემდგომ, უთხრეს რამე გითხარიო. და მან უთხრაო, ძმებო, ვისაც სიკვდილი ახსოვსო, ის არასოდეს არ შეცოდავს. და მან დაინახა თუ რა იყო მისი სულის მოსალონელი იმ ქვეყნა. ისი შეშინდა, ეს რეალობა რო აღიქვა, ეს შეწუნდა რომ მან დაინახა რომ სულისა და სხეულის გაყრაზე უფრო დიდი სიკვდილი არის სულის ღმერთისგან გაყრა. იმიტომ რომ აქ თუ ეს წლებს მოიცავს ათეულს ის მარადიულია და ამიტომ იქ ადამიანი ვერ ევედრება ღმერთს და იქ არ შეისმინება მისი იგივე როგორც აქ ისმინება. ამიტომ გარკვეულწილად ეს ცხოვრება არის ჩვენთვის ერთგვარი ესე ვთქვათ გამოცდის გზა. თავისუფალი ნების მქონე ადამიანის გზა, რომელსაც ყველას აძლევს უფალი თავის თემას. მოც თავარი მიხვდეს ადამიანი რა თემას აძლევს და როგორ აღასრულოს ეს თემა მისი ცხოვრების. ეს არის გონიერი და მართლაც მოაზროვნე ადამიანის ცხოვრება. ძალიან დიდი მადლობა მამო ესეთი რაღაცა მაქვს გაგონილი და წაკითხულიც რომ მე ხშირად ბევრი ადამიანი და იმიტომაც ჩავდივართ ამ ცოდვებს და მე პირადად ჩემზე მაქვს სიტყვა საუბარი რომ იქ აღარ მახსოვს რომ იქაურობა არსებობს და ერთ-ერთ წიგში წავიკითხე რომ ერთ-ერთ მამა წერდა რომ ისა შენ გონიაო რომ 64-ო თუნდაც ჯოჯოხეთიო ამ ცხოვრების მერე იწყებაო და ეს ყველაფერი აი ამ ცხოვრებაშივე იწყებაო და აქედანვე იწყება ადამიანიო ჯოჯოხეთში მოხვედრასაც და სიტყვაზე 64-ში მოხვედრასაც და აი როგორ უნდა გავითავისოთ ეს იმიტომ რომ ბევრ ადამიანს ესე ვერ გაითავისებ რომ გახვალ და 1000-ისი ბინძურია და ის აი აქ 64 როგორ უნდა არსებობდეს აი როგორ უნდა გავითავისოთ ეს რომ შემდეგში უბრალოდ გადასვლაც რო არ გაგვიჭირდეს ალბათ ხო ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში თუ შეიძლება რომ აი ეს განვარტოთ საერთოდ მამები როგორც ჩვენ აღნიშნეთ არაერთხელ უკვე სიკვდილზე ფიქს მიიჩნევენ ერთ-ერთ ყველაზე კარგ წაბლად სულისა და საზრდოთ სულისას იმიტომ რომ სიკვდილზე ფიქრი ადამიანს აახლოვებს რეალობასთან და აახლოვებს ღმერთთან და ცოდვებისგან იცავს და როგორც უფალი ამბობს ნუ ეძიებ დიდებას კაცთაგან ეძიათ ღვთისაგან აი ამ სიტყვებში არის გარკვეულწილად ამაზე პასუხი იმიტომ რომ ბევრს არ ესმის რას ნიშნავს დიდება ეძიო ღვთისაგან დიდება ეს არის სათნოებები მადლი ღვთისა ვინც მოიხვეჭ სათნოებებს ის იმოსება ღმერთის დიდებით ის იმოსება მადლით ის იბრუნებს იმ სამოს რაც დაგარგა ადამმა და ევამ და იმაზე მეტსაც კი იბრუნებს ცხონებული ადამიანი ამიტომ ის სამოსი რომელიც მას ნათლობის დროს მიუღია აი ეს უბრუნდება ნათლობის ჟამს ადამიანს ეს სამოსი რომელიც მან უმციკლოდ უნდა დაიცვას უნდა განავითაროს უნდა გახდეს ქრისტეს სხეულის ნაწილი. ამიტომ უფალი ამბობს სასופველიც სადაც თქვენშია. ამიტომ ამბობს რომ ადამიანის გული უნდა იყოს ესე ვთქვათ აი ამ მადლის ღმერთის დამტევი. შემოსული უფლის სათნოებებით. ამიტომაც ეს მდგომარეობა
უკვე არის როგორც ასე ვთქვათ სტარტი, აი ამკენ მიმავალი. ადამიანი ან შებრუნდა ღმერთისკენ, ან ღმერთისგან მობრუნდა და სხვაგან მიდის. ისე როგორც ზოგიერთ ძალიან მარტივი შეკითხვაა, მაგრამ ბევრს არ ესმის სტუდენტებს ზოგიერთ ამაზე ბევრჯერ ვესაუბრები, რომ რა არის ცოდვა და რა არის ცნება, ან მადლი. ცოდვა არის, რაც აშორებს ადამიანს ღმერთისგან. ყველაფერი, რაც ღმერთისგან აშორებს ადამიანს, ეს არის ცოდვა. და ცნება აახლოვებს ადამიანს ღმერთისგან. და მადლი აახლოვებს ადამიანს ღმერთისგან. აი, აქ არის ესე იგი რა, გზა სასუფევლისკენ და გზა ჯოჯოხეთისკენ, რაც აშორებს ღმერთს. იმიტომ რომ როდესაც ადამიანი შორდება ღმერთს და ღმერთი მას ჯოჯოხეთში საჯულად მოევლინება მხოლოდ და მას ასე ვთქვათ სირცხვილი და სიკვდილი ასე ვთქვათ ერთად ელოდება, აი ეს არის ყველაზე დიდი უბედურება მისათვის. ეს არის ენით აუღწეველი იმაზე, რაც არის ადამიანური ტკივილი აქ ამ ქვეყნად განცდილი ყველა ტკივილი ერთად რო შეაერთო, ეს ტკივილი არაფერია ჯოჯოხეთთან შედარებით. ისე როგორც ყველა ბედნიერება და სიხარულე რო შეაერთოთ ადამიანის მიწიური არაფერია სათასასופებლისა და სამართლის მიმართ. ამები ამბობენ, რომ ადამიანის და მოღვაწე ადამიანის ფიქრები არის სხვადასხვანაირი. ღმერთის სიყვარული, ღმერთის ხსოვნა, სათასასופებლის ხსოვნა, ანგელოზების ხსოვნა, მორწმუნე მოღვაწე და მოწამეებისა და მოღვაწე მამების ცხოვრების ხსოვნა, ღმერთის სიკეთების ხსოვნა, მერე მოდის სიკვდილზე ფიქრი, ჯოჯოხეთზე ფიქრი, საშინელ სამჯავროზე ფიქრი. აი, ასეთი ფიქრებით უნდა იყოს ადამიანის გონება დაკავებული. ანუ მამა ივანე ამოსინელი დავიწყო უმაღლესით და დავამთავრე უფრო უმდაბლესით. ესე იგი იერარქია აქვს ამ ფიქრებს თქოს თავისი. შეიძლება ეს ქვევიდან მიდიოდეს ზევით. ამიტომ აი ამით უნდა იყოს ადამიანი. თუმცა თქვენ ახლა თქვით, კარგად შეიძლება უწოდოთ ამ სიტყვას სიბინძური, მაგრამ ეს არის ეს ამაოება, რომელიც ყველაფერი აცილებს ადამიანს სამებიდან. ქაოტურს ხდის ადამიანის აზროვნებას, უმოტივაციოს და ადამიანი ხდება გარკვეული ასე ვთქვათ გაფანტული, ინდიფერენტული ყველაფრის მიმართ, რაღაცა გულგრილი. რაღაცა ეს მე სიტყვები თავისთავად მალავეთ, რელიგია, ინტელექტუალიზმი, რაღაცა ესე ვთქვათ, რაღაც თანამედროვეობა, ჩამორჩენილობა, მეცნიერება, რაღაცა თამაში გამოდის, რომ თითქოს რამოდენიმე იმაში სათითურში მალავს ჭეშმარიტებას. და ეუბნება სად არის? და გულუყულა ადამიანი ეთამაშება აი ამ სიტყვებს, ეთამაშება აი ამ რაღაც ასე ვთქვათ, აი ამ ეშვაგის ჯამბაზობას ზოგჯერ. თუმცა დიდებო რაჯობია, წმინდა დიდი მამები, ინტელექტუალებიც იყვნენ, ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, თუ იოანე ოქრობიერი და ფილოსოფოსებიც იყვნენ, ღვთისმეტყველებიც იყვნენ, უმაღლესი კულტურის ადამიანები იყვნენ და მეცნიერები. ამას არავინ არ უარყოს, მაგრამ რა თქმა უნდა, აი ამ დროის სულს, რომელსაც თითქოს უნდა რაღაც აი ცხოვრება წარმოაჩინოს, რომ გართობა და სიამონებად. ჰედონიზმი, რასაც ამბობენ დღეს, რომ თითქოს სიამონების რაღაცა კერპი აღდგა, რომელიც მიიზიდა ადამიანები. რომელიც ავიწყებს ადამიანს სიკვდილს, ავიწყებს მის ბოლო დღეს. რომ მოღვაწეების ცხოვრება სხვანაირია, იცით რომ ბერები და მონაზვნები, რომლებიც განსაკუთრებულად მიუძღვნეს თავიანთი თავი ღმერთს, მათ ყოველდღე ისე უნდა იცხოვრონ, როგორც ეს იყოს მათი ბოლო დღე. ახლა ზოგადად ყოფილა შემთხვევა, რომ მე ბრელს ბევრს ვესაუბრები სიკვდილზე და ლექციებზე, ქადაგებაშიც ვახსენებ დროდადრო. და ზოგჯერ არის შემთხვევა, რომ მეუნებიან სხვაებიც, რომ აი თითქოს ამაზე ფიქრი ეს ძალიან წარმოუდგენლად მიაჩნიათ, მაგრამ აი თქო დააგვიდგეთ ზოგჯერ ადამიანი მოღვაწეც არა, ბერი არა, მაგრამ აი როგორც მაგალითად ჩემი ოჯახი იყო, იმდენი ადამიანი გარდაგვეცვალა, რომ სულ ფიქრობდით სიკვდილზე. ეს ძალაუნებურად ხდებოდა. მათთან ყოფნის. რაღაც ძალაუნებურად ხდებოდა, ვეძიებდით პასუხს, რატომ მოხდა ეს, ან სად არიან ესენი, ან როგორ გვენატრებოდა ეს. აი ესეთი გარკვეულწილად მაინც ადამიანების ზოგიერთი ბედი განსაზღვრავს, ზოგიერთი თემა მართლისგან ბოძებული, რომ მაინც ფიქრობენ ამაზე. მით უმეტეს მოღვაწე ქრისტიანმა უნდა აიძულოს და ზოგს გონია, რომ სიკვდილზე ფიქრი თითქოს ეს იყოს რაღაცა მხოლოდ ტანჯვა. პირიქით, ეს არის
იმ ზომიერი სევდის საფუძველი, რაც სევდის კულტურა ყველას უნდა ქონდეს და საერთოდ ყველაფერი რაც სევდის საფუძველზე დგას, ის მხიარულებაც კარგია, იუმორიც კარგია და ყველაფერი კარგია ის, რაც სევდის საფუძველი აქვს და უფრო ზომიერიც არის. თან ხომ არ არის მამო ეს ანუ სიკვდილზე ფიქრი ის რომ აი ცოდვის მიმართ ხარ ცოტა ისეთ შორს რომ აი იცი რომ ხვალ შეიძლება მოკვდე და ცოდას მოდი არ ჩავიდე რომ მე ამის გულისთვის ან სიკვდილზე ფიქრს როცა სინანული უდევს საფუძვლად რომ გინდა მოინანიო ცოდები და არ დარჩე მოუნანიებლად. რა თქმა უნდა ეს გიცავს ცოდვებისაგან. ფრთხილს ხდის და უფრო გინდა მახსოვს ერთხელ ჩემი სულიერი შვილი პეტერბურგში ყავდა ერთი ალექსანდრე სულიერი შვილი რუსი იყო. ძალიან კარგი ბიჭი იყო და როდესაც გავუშვი მონასტერში წავიდა ოპტინეს უდაბნოში და დაბრუნდა და აბა რა მოგეწონა მეთქი როგორ არის მეთქი ისე მამო აი რა ლამაზად მეთქი ძალიან კაი განათლებული მამო იქ მეტი აზრი დავინახე ცხოვრების აი ძალიან სწორად მიპასუხა რომ მეტი აზრი დავინახე ცხოვრების აი იქ მეტი აზრია ცხოვრების სადაც ღმერთია ახლოსა სადაც მადლია რომ რაც მომავალი არის გონიერება რომ მომავალი არ აქვს ესეთ საქმე აკეთო და მომავალი ესეთი წლებით განსაზღვრო თუ მარადიულობას შეუდარო ამიტომ ქრისტიანული აზროვნება საკმაოდ ღრმა და საკმაოდ წინ დახედულია ვიდრე რაღაც ერთი დღით ცხოვრება მხოლოდ და სიამოვნების ფიქრი მხოლოდ ამიტომ ადამიანი აი მე მინდა ჩვენი დიდი წერლისა და წმინდანის ილია მართლის სიტყვები თქვა რომ ილია მართალი ამბობდა რომ ღმერთის სული ადამიანში უნდა მზეობდეს აი ეს უნდა ღმერთის სული უნდა მზეობდეს ადამიანში და ანათებდეს უნდა აძლევდეს მას იმ ელფერს რაც მის ღმერთის ხატებას აცოცხლებს და მსგავსებას მასში აი ესეთი ადამიანი არის ლამაზი და მშვენიერი ძალიან დიდი მადლობა მამა უბრალოდ თუ დალოცავ ჩვენს მე სამწუხაროდ დრო იწურება ჩვენი და ისე გული მწყდება ხოლმე თქვენთან სულ ესე ხდება ხოლმე რომ დრო არ ყოფნის და აი თუ დალოცავ თავიცი ბევრი უცხოეთში დალოცავს ჩვენი მსმენელი და მწუხარეთა ნუგეშის ღმერთმა რომ ვინც მგლოვარები და მწუხარებაში არიან ღმერთმა ყველას ნუგეშისეს და ღმერთმა ენებას რომ ჩვენი საუბრის თუ შემდგომი შეხვედრების შემდგომ და მათ ეს რომ მიიღოთ ნუგეში და ის სიცარიელი რაც მათ თავიანთი ახლობლების დაკარგვისგან მიიღეს ღმერთს თავისი მადლით, მსრულებლობით და ფარლობით შეევსოს და ენუგეშებიოს მათი სული. ძალიან დიდი მადლობა მომო. აუზო ჩემს მენელს და მაყურებელს და აბსოლუტურად ყველა იმ ადამიანს ვინც საქართველოში ცხოვრობს და ყველა მართლმადიდებლს და არამართლმადიდებლსაც გისურვებთ რომ დიდხანს გეცოცხლოთ და გეხაროთ ერთმანეთით და მართლმადიდებლობით გეხაროთ რაც თავარია და ჭეშმარიტებით და ბედნიერებას გისურვებთ. ეხლა ცოტა რთული თემა იყო, მაგრამ ამას ვერ გავექცეოდით, ჩვენ აუცილებლად უნდა აგვეხსნა ეს ყველაფერი და ავი წარმატებას გისურვებთ და მამა მაქსიმე გახდათ ჭანტურია ჩემი სტუმარი და წმინდა ნიკოლოზის ტაძარში არის. მაქსიმე და თუ გნებავთ აუცილებლად მიბრძანდით მე შემდეგ რეკავთ ხოლმე ხშირად ამის გამო და გემშვიდობებით იქითა სამშაბათამდე საღამოს 9-ის ნახევარს დაგებრუნებით მე გახდით გიორგი დარასელია კარგად ზანდებოდეთ